იყო დრო, როცა საქართველოს ძლიერებისა და სიბრძნის ქვეყანად იცნობდნენ. ამბობენ, რომ ერთ ადგილას, მდინარის ნაპირზე, მშვიდ და დიდებულ სივრცეში, დედოფალი თამარი ხშირად მარტო რჩებოდა. ქვის კედლებს შორის, შორს ხმაურისგან და ახლოს თავის ფიქრებთან. აქ იბადებოდა გეგმები, სამეფოსთვის, ხალხისთვის, მომავლისთვის. თამარი ამბობდა, ყველაფერი, რაც უნდა გაკეთდეს, ჯერ გონებაში უნდა დაიგეგმოს. სწორედ ისე, როგორც ძველი კოლხები გეგმავდნენ და მერე უნდა განიხილო როგორც თანამოაზრეებთან, ისე კრიტიკოსებთან, რომ გეგმა წარმატებით გახორციელდეს. ამბობენ, რომ თამარს ჯეროდა, რომ გეგუცაც სწორედ იმიტომ დაერქვა გეგ-5, რომ ეს იყო ადგილი, სადაც გეგმები იბადება. დღესაც, თუ გულით იფიქრებდა სწორ გზას მოძებნი, გეგუთი შენს გეგმებს ძალას შემატებს. გეგუთი, ადგილი შენი ისტორიისთვის.